მესტიაში უახლოეს მომავალში ნოტარიუსის ოფისი ამოქმედდება. Ამ თემაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მესტიაში სტუმრობისას ისაუბრა. თეა წულუკიანის განცხადებით, სვანეთში დღემდე არ არის ნოტარიუსი, რაც ადგილობრივებს სანოტარო მომსახურების მისაღებად სხვა რაიონში გამგზავრებას აიძულებს. ამ პრობლემის გარდა მინისტრმა მესტიაში აღმსრულების არსებობის და პროკურორის ოფისის გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა. დღესვე თეა წულუკიანი მესტიის იუსტიციის სახლს პარლამენტის წევრ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად ეწვია. Მენი პრიორიტეტები არის ის, რომ მთიანი რაიონები არ დაიცალოს, აქედან გამომდინარე მესტიაში, ლენტეხში, ცაგერში და აგრეთვე თიანეთში, სხვა ყველა იმ ადგილას, სადაც შეიძლება ჩვენი ერთ დღეს თუ სახელმწიფომ არ მიაქცია მათ ყურადღება დაიწყოს სოფლების და დაბების დაცვა, იუსტიციის სამინისტრომ ყველა ღონე იხმაროს იმისთვის, რომ აქ გაჩნდეს ნოტარიუსი, აქ იყოს აღმასრულებელი, აქ იყოს მოსამართლე, პროკურორს ყავდეს თავისი შესაბამისი შტატი, იყოს კრიმინალური ექსპერტიზისა და ნარკოტესტების ჩატარების შესაძლებლობა და ყველა ის შესაძლებლობა, რაც უტყებათა შორის სამუშაოს გაძლიერების შედეგად უნდა დადგეს თიან რაიონებში. იუსტიციის მინისტრის მობრძანება ჩვენთვის არის დიდი მოვლენა, ესე ვთქვათ, რამე თუ ჩვენთან იუსტიციის მინისტრი სტუმრობდა მხოლოდ მაშინ თუ ვინმე იყო დასაპატიმრებელი და სხვა არაფერი, ან ლენტი იყო გასაჭრელი. მინდა მადლობა მოახსენო იუსტიციის მინისტრს და მის თანამშრომლებს, რომლებიც მოსულები არიან მესტიის რაიონში და დარწმუნებული ვარ, მოვუყურებ იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც იუსტიციის სამინისტროს ეხება.